ეს ლაოსის ერთ-ერთი ტომის საცხოვრებელია, რომელთაც სრულიად მარტო ვესტუმრე, ყველგვარი გიდის, თარჯიმნის თუ ადგილობრივის გარეშე. მეგონა რომ ჩემი ძალებით შევძლებდი მათთან კომუნიკაციის დამყარებას. მით უმეტეს რომ დღეს 21 საუკუნეა და ინტერნეტით საუბრის გადათარგმნა უკვე დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. მაგრამ ისი აღმოჩნდა რომ ამ ადგილას ინტერნეტი საერთოდ არ იჭერდა და ასე ყოველგვარი ბერკეტის გარეშე აღმოჩნდი ხალხში, რომელთანაც კომუნიკაციას ვერ ვამყარებდი. მიუხედავად ამ სირთულისა, ამ ხალხთან 24 საათი დავჭი. დავითანხმე ადგილობრივი ბაბუ, მქილების მოედანთან წამომყოლოდა. ვეთამაშე ბავშვებს, დავაგემოვნე მათი საკვები და ზოგადად დავაკვირდი მათი ცხოვრების სტილს. მოკლედ ამ ვიდეოში დავამტკიცებ, რომ უცხო ადამიანებთან საკომუნიკაციოდ ერთ ენაზე საუბარი სულაც არაა საჭირო. წინა ვიდეოში განახეთ თუ როგორ მოვინახულე ლაოსის საკმაოდ უცნაური და იდუმალი ადგილი ქილების ხეობა. მანდ ვახსენე რომ ასეთი ადგილები ბევრი იყო ლაოსის ამ რეგიონში და ისიც გითხარით რომ დანომრილი იყო ეს ადგილები. ჯერ ვესტუმრე ადგილს ნომერი 1, შემდეგ მოვინახული ადგილი ნომერი 2 და დრო იყო გამეგრძელებინა აღმოჩენა. გათენდა მეორე დღე. შემოვჯექი ნაქერავი მოპედზე და გავუდექი გზას. ამჯერად გეგმაში ამოვიღე ქილების ხეობა ნომერი 52-ის ნახვა. რადგან ეს უკანასკნელი უფრო რთულად მისადგომი იყო იმ წინაურთან შედარებით და თან ყველაზე მთავარი, ეს ქილების ხეობა ჩაფლული იქნებოდა სოფელთან ახლოს, სადაც ასევე არანაკლებ საინტერესო ხალხი ცხოვრობს. მოკლედ, ორმაგ ინტერესით დატვირთული გავემართ. როცა მოპედს ვქირავ და სრულიად მარტო ქალაქგარეთ გავდივარ ხოლმე სამოგზაუროდ, ყოველთვის მაგარ სიტუაციებში ამოვყოფ ხოლმე თავს. ასე მოხდა სულ პირველად პორტუგალიაში მოგზაურობისას, შემდეგ კამბოჯაში მოგზაურობისას და ახლა ლაოსის ჯერი იყო. აქ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ მაქვს წინ რა მელოდებოდა. გადავედი გრუნტის გზაზე, სადაც ყოველი ტრანსპორტის გავლისას საშინელი მტვერი დგებოდა. Twelve seconds later. ნელ-ნელა მივიწევდი წინ. გზა ძალიან ცუდი იყო, ქვიშიანი და აღმერთებიანი. ერთი თავგადასავალი იყო მარტო ამ გზაზე სიარული. გზის ზოგ მონაკვეთზე ნახეთ უბრალოდ როგორი ფერის იყო გრუნტი. ამასობაში ამოვედი ჩემი დანიშნულების სოფელში. დრო დაახლოებით შუადღის 3-ის ნახევარია. ხედავ რომ ქუჩაში 1-2 ადამიანია და უფრო მეტი ბავშვი. შაბადი. ვესალმები ბავშვებს ლაოსურ ენაზე და რეაგირება არ აქვთ. არადა როგორც წესი თვითონ მესალმებიან ხოლმე ამ დროს ბავშვები. აქ დაიწყო ჩემი გაკვირვება. რაღაცაში იყო საქმე. ბავშვების შემდეგ ერთ-ერთ კაცს მივახლოვდი. მინდოდა ელემენტარული გზა ესწავლებინა ჩემთვის, ქილების მოედნისაკენ. ჯერ ვცადე ლაოსურ ენაზე გადამეთარგმნა ჩემი ტექსტი ტელეფონით, მაგრამ ვერ გაიგეს. მერე გადავთარგმნე ჩინურ ენაზე, მაგრამ ასეც ვერ გავაგებინე. საგონებელში ვარ ჩავარდნილი კაცი. თურმე არც ლაოსურ ენა იციან, არც ჩინური ენა იციან. აბა რა ენა იციან? ფიქრობ ჩემთვის გულში. ჯერჯერობით ენას ვერაფერს ვერ ვაგებიებ. როგორც იქვე წვალებით მოვიძიე, თურმე ამ ხალხს ცალკე ენა აქვთ, სახელად მონგ. აქ სხვანაირი ენაზე ლაპარაკობენ. თავიანთი ენა აქვთ, მონგებს. მონგური სოფელი არის ეს მოკლედ. სანამ აქ მოვიდოდი, ამ ხალხზე ვიცოდი, რომ იყვნენ ჩინური წარმოშობის ლაოსის ეთნიკური უმცირესობა, სახელად მონგ, რომელთაც განსხვავებული ადათ-წესები ჰქონდათ. ფიქრობდი, რომ ლაოსური ენა აუცილებლად ეწოდინებოდათ, რადგან ლაოსში ცხოვრობენ, ან როგორც მინიმუმ ჩინური ეწოდინებოდათ. ადრე ამ ორივე ენაზე ტელეფონის დახმარებით გადამითარგმნია და დამიმყარებია კონტაქტი ხალხთან.
და ახლა ვცდილობ გადმოვიწერო მათი ენა Google Translate-ის, მაგრამ ინტერნეტიც არ არის. უბრალოდ არის ტელეფონი იჭერს 3G-ზე. ნელი ინტერნეტია. კაი, გადავიყვანე გადათარგმნა ხმონგენაზე. ჩავწერე სათქმელი. შემდეგ ძლივ-ძლივობით გადაითარგმნა. მიხარია რომ გონი გავადი სამშვიდობოს და გავალ კონტაქტზე. მაგრამ ნურას უკაცრავად. ვანახებ ტელეფონის ეკრანს და გაოცებულები უყურებენ თავიანთ ენასაც კი. შემდეგ ვიფიქრე ალბათ მოსმენით უფრო გაიგებენ მეთქი. მაგრამ უშუალოდ აპლიკაციით ვერ ავაჟღერე, რადგან მიკროფონის ღილა კი არ უმუშავებდა ამავე ენას. შემდეგ მე თვითონ წავიკითხე ხომაღლა და მაინც ვერ გაიგეს. ნიობზო. მოკლედ რაღაც ვიზამდი. ცხოვრებაში პირველად მოხდა ისე, რომ ვარ ხალხის გარემოცვაში და ვერ ვაგებინებ ჩემს სათქმელს. შემდეგ ეს ბაბუ გამოჩნდა, რომელიც ყანიდან სახლში ბრუნდებოდა. დამინახა გაურკვევლობაში რომ ვიყავი და გადაწყვიტა დამხმარებოდა. დასაწყისში რა თქმა უნდა ვერც მასთან ვერ გავედი ენობრივ კავშირზე, რომ ჩემი სიტუაცია ამიხსნა, მაგრამ შემდეგ ბაბუმ ასეთი რაღაც მოიფიქრა. გადარეკა თავისი ტელეფონით ვიღაცასთან, რომელმაც ინგლისური იცოდა სალაპარაკო დონეზე და ამ ადამიანის დახმარებით ტელეფონით მკითხა, თუ რა მინდოდა. მეც ასე ტელეფონზე საუბრით გავაგებინე, რომ მინდოდა ვინმე დამხმარებოდა. და წამომყოლოდა ქილების მოედნის აღმოჩენაში, რომელიც აქვე იყო. უბრალოდ გზა არ ვიცოდი ზუსტი და თან მარტოც წასვლა არ მინდოდა. ასევე მინდოდა, რომ ამ სოფელში ერთი ღამე დავჩენილიყავი. ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი ამ ბაბუ მიკისრა და გადაწყვიტა ის დამხმარებოდა ამ ყველაფერში. და ასევე მისი მომზადებული ვახშმით და საუზმითაც გამემასმენელდებოდა. რაც შეეხება დაძინებას, იქვე ეულად მდგომი ერთოთახიანი სახლი იყო და იქ გამომიყვეს ადგილი. და აქვე ჩემი მოპედიც. რომ დავბინავდი და ცოტა დავისვენე, გადავწყვიტე გამოსულიყავი და ბავშვებთან მეთამაშა ქუჩაში. ახლა ნახეთ მასტერკლასი, თუ როგორ შეიძლება უთხრა ბავშვებს სათქმელი ენის გარეშეც კი. ამასობაში შეპირებისამებრ ამოვედით მე და ბაბუ, ჩემივე მოპედით ქილების მოედანი ნომერ 52-თან. ეს ადგილი წინა ქილების ხეობისაგან იმით განსხვავდება, რომ აქაურობა არაა განაღმული. ანუ აქ სიარულის დროს ნებისმიერ დრო შეიძლება მიწაში ჩაფლული ბომბი აფეთქდეს. ეს ყველაფერი საკმაოდ სახიფათოს ხდიდა ამ ადგილს. გზადაგზა ბაბუ კალიებს იჭერდა, პირდაპირ შიშული ხელებით. Okay. You eat? You.
აქ დამაინტერესა რას უპირებდა ამ კალიებს. უნდა ეჭამა თავად თუ შინაური ცხოველებისათვის უნდოდა. მაგრამ ეს კითხვა ვერ დაუსვი. მაგდენი ჟესტებისენაც არ ვიცი. საბა. ნუ? Nishua. ნიშუა. ნიშუა. საბა, ნიშუა. საბა. Samba. Nishua. ნიშუა. Samba. Nishua. ნიშუა. როგორც გავარკვიე, ბაბუს ნიშუა ჰქვიებია. წინა ვიდეო ვინც ნახეთ უკვე, იცით ყველაფერი ამ კილებზე. ამიტომ კიდევ აღარ მოგიყვებით. ყველაფერი იდენტური იყო წინა ადგილებთან შედარებით. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ეს კილები იყო მიუვალი, მიუწვდომელი და გაუნაღმავ ადგილას. შესაბამისად, არც შესვლის საფასური გადამიღდა წინა ორისგან განსხვავებით, რადგან შუაგულ ტყეში ვიყავით. ეს არის ბაბუს ვიდეოგრაფიული უნარები. ნახეთ როგორ ვიდეოებს მიღებს. ესეც ქილის სახურავი, რომელსაც აი ასეთი უცნაური ფორმის არსება ჰქონდა გამოსახული ზედ. ასე გამოიყურება სქემატურად ეს ადგილი. გთხოვთ რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. შემდეგ გთხოვე მოპედით სიარულის ვიდეო გადაეღო და ასეთი ვიდეო გამოვიდა. დავბრუნდით სოფელში. პარალელურად სამუშაოზე წასულმა ხალხმაც დაიწყო სოფელში დაბრუნება. ნახეთ რანაირი ხარია. ამასობაში ჭამის დროც მოვიდა. Da, mi ta太高了，也没的。 ასე გამოიყურებოდა ჩემი ვახშამი დღეისათვის, რომელიც ბაბუ მომიმზადა. მოხარშული ბრინჯი და ფხალივით რაღაც მცენარეული საჭმელი. cái nhà con mình cảm cái thai à dạ cái dạ sâu mình cảm cái thai nè con mình cảm cái thai luôn cái gì მზის ჩასვლის შემდეგ საკმაოდ აცივდა. იქვე ცეცხლი დაანთეს გამხმარი სიმინდების ნარჩენებისაგან და მას გარშემო შემოუსხედით.
შემდეგ ერთ-ერთ ადგილობრივმა ლუდები მოიტანა და 1 კილა მეც მოცეს. ამ დროს ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მუნჯივით ვიყავი. მინდოდა დავლაპარაკებოდი გამეგო მათი ყოველდღიურობისა თუ ფასეულობების შესახებ, მაგრამ ვერ ვეკონტაქტებოდი. ჩემი კითხვები მათდამი პასუხგაუცემელი დარჩა. ეს ადამიანი აგერ ღამეც კი მუშაობს და მცენარეს აკუცმაცებს, რომ ის საქონელს აჭამოს. ამასობაში ძილის დროც მოვიდა. დავაგე პირდაპირ იატაკზე საწოლი და დრო იყო დამეწინა. გათენდა მეორე დღე. ბაბუმ საუზმეზე საჭმელი ზუსტად იგივე გამომიტანა, რაც წინა საღამოს. ასე გამოიყურება აქაურის სახლის შიგნიდან, აშენებულია პირდაპირ მიწაზე. კიდევ ერთ მასტერკლასს განახებთ ახლა, თუ როგორ შეიძლება ბავშვს გაამეორებინო ის, რაც შენ გინდა რომ თქვას. ეს ბავშვი თავისთვის იძახდა და იმეორებდა ამ ფრაზას. აბაიო, აბაიე, წარმოდგენა არ მაქვს რა არის, მაგრამ ხშირად ამბობდა. მეც მივუახლოვდი. აბაიო, აბაიე. აბაიო, აბაიე. Abayo, abaye. აბაიო, აბაიე. Abayo, abaye. აბაიო, აბაიე. Abayo, abaye. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. Gamadut, დამოუკიდებელ damokikumpele, საქართველოს. sakatelu. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. Shakabatakatelu. არა, ბავშვებთან ყველაზე მარტივია კომუნიკაციის დამყარება. დრო იყო უკვე წამოსულიყავი ამ სოფლიდან. სოფლიოში სულ 7000 ენა არსებობს და ამ ყველა ენას ერთი რამ აერთიანებს. ის რომ ის საშუალება ადამიანებს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ. ანუ მთავარი არა თავად ენა, არამედ კომუნიკაცია. კომუნიკაციისათვის ასევე შეგიძლია გამოიყენო სხვა საშუალებები, როგორიცაა ჟესტიკულაცია, მიმიკები, ხმა, ისევ იმეორებ. თავარია მეორე ადამიანს რაღაც გააგებინა და კომუნიკაცია შედგეს. მართალია ამ ვიდეოში ის სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერ შედგა ჩემსა და ადგილობრივებს შორის, მაგრამ მე მგონი დავამტკიცე, რომ თუ ენა არ იცი, არ აუჩვენს. უცხო ადამიანებთან საკომუნიკაციოდ ერთ ენაზე საუბარი სულაც არ ასაჭირო. ამ ყველაფერში ასევე დამეთანხმება ჩემი ინსპირაციის წყარო, ადამიანი დოპამინი, კაკოც. არა, საერთოდ არ არის საჭირო რა.
შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი გააჩვენო და კითხა უკასოდ მაგდონალდს ხოლმე მიმასწავლე მაგდონალდს ხოლმე მიმასწავლე არ იცის ამან